მე თქვენ ახლა ისეთ რამეს მოგიყვებით, ეს არის დაუჯერებელი. არ გეშინიათ. მე მაინც ვიტყვი, არ დავეძებ. ცოტათი სკანდალური იქნება. არაფერს არ დაეძებთ მართლა? არ დავეძებ. რატომ მქონდა მიდრეკილება, რომ ჩემზე ცუდი წარმოდგენა ქონოდათ? არ ვიცი. პირველი ფული როდის იშოვეთ? მე გია ჯაჯანიძე, რომელსაც სულ შიოდა. რა როლი გაქვთ მორგებული? მასხარა ვარ, აბარა ვარ. რას დავეძებ? რას დაეძებთ? ვარ სრულიად ნირვანაში. რა გავიარე? რის ფასად იყიდება ოღონდ ცოტა ხნით. რამხელა წარმოდგენა ქონია შენ თავზე, რომ მე ვზივარ და ფიქრობ იმაზე, რომ შენ მოგიძღვნა სტატუსი. ეს არის მორალი. ადმოდი მარტო ვცხოვრობ და იცხოვრე. გო სიხარულის ცრემლებით გაქვთ ალბათ, ხო? სავსე თვალები. რაო? რო გამიქანა და მთხლიშა სახეში. მეგონა რომ ყბა მომექცა. მიყვარს სიცოცხლე და მახსოვს სიკვდილი. ჩვენ გვიღებენ ფილმში ვართ ახლა ჩვენ. ბოლომდე ვთამაშობ. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდილი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. დღევანდელი ჩემი სტუმარია გია ჯაჯანიძე. გამარჯობა გია, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარი. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით. კომპლიმენტით უნდა დავიწყო. ჯერ ერთი არაჩვეულებრივად გამოიყურებით. ძალიან დიდი მადლობა. და მეორე მთავარი ის რომ მე თქვენი თითქმის ყველა გადაცემა ვნახე, გადაცემა რომელსაც აი მთელი გულის ყურით ვუსმენ. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩემთვის. მე მინდა გითხრათ, რომ იშვიათია დღეს გადაცემები, სადაც საუბრობენ. რომ არ ეჩქარებათ, რომ არ არის სკანდალური, რომ არის სერიოზული და არ ვიცი, მე ძალიან მიხარია რომ ვარ თქვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა და მეც ძალიან მიხარია რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ძალიან პოზიტიური ადამიანი ხართ. მე პირადად აი ყოველთვის მიხარია თქვენი გამოჩენა, თქვენი დანახვა, იმიტომ რომ სულ პოზიტივს ასხივებთ. რაღაცნაირად ჩემთვის საოცარი აურა გაქვთ. დიდი მადლობა. და სიკეთესთან ასოცირდებით. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი პოზიტიური ადამიანი ხართ, მაინც მიჩნდება შინაგანი შეგრძნება, რომ სინამდვილეში სევდიანი ხართ. იცით რა არის, ნახეთ, გეტყვით. საერთოდ ადამიანს, რომელსაც აქვს სევდა, ის ადამიანი არის ღრმა. კი, გეთანხმებით. სევდა ისეთი ფენომენია, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ აი ამ სევდაში ბევრი ფიქრის შემდეგ შეიძლება ამოიცნო ადამიანის მდგომარეობა, სხვისი. ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ხიარული ხარ, ესეთი ხარ, სულ პოზიტიური ხარ, მაინც სადღაც სევდიანი ხარ. უთქვამთ. კი. მეც ესეთი შეგრძნება მაქვს. ხო და მინდა გაგიცრუოთ იმედი. მართლა? ძალიან კარგია, ეს ძალიან კარგია. ეხლა ნახეთ, რაღაცნაირად ვერ ვახერხებ, ან შეიძლება ადამიანებს არ უნდა დაიჯეროთ, ან ვერ იჯერებენ. ეხლა თუ თქვენ ხანდახან გააქვთ სევდა, ფიქრობთ, რომ ყველა ადამიანს უნდა გქონდეს. მე არა ვარ სევდიანი. მეც არ ვარ სევდიანი, იმიტომ რომ არ მიყვარს ბევრი ფიქრი. ჩაღრმავება რაღაც საკითხებზე და ამით ალბათ ეს არის თვით გადარჩენის ინსტინქტი. შეიძლება
შეიძლება რა არის იცით მე მაგალითად არ მცალია არ გცალიათ არ მცალია აი ყველა ვაიმე ისეთი კარგი სახლი მაქვს ისეთი ხედი სულ ფიქრობდი თავიდანვე სად მცალია დავჯდე და ხედს უყურო მე არა მაქვს ეგ ნახეთ მე იმდენად მიყვარ სიცოცხლე და იმდენად მიხარია ცოცხალი რომ ვარ ვერ მოერია ეს სევდა ამ სიცოცხლის სიყვარულს მიყვარ სიცოცხლე და მახსოვს სიკვდილი თქვენი სიტყვებია ყოველთვის გახსოვთ სიკვდილი ყოველთვის აი მაგალითად ვიღაც რომ მაწყენინებს აი იქვე მახსოვს იმიტომ რომ მეც ხომ მოვკვდები ისიც მოვკვდება მან არ იცის რა ბედნიერება არის ცოცხალი რომ არის და რატომ გავიმწარო ცხოვრება აი სულ ეს მაქვს დავკარგე რაღაცა ცოცხალი ვარ და დავკარგავ ახლა რა მოხდა მტკივა მკვდარი რო იყო ხო არ მეტკინება აქედან გამომდინარე ყველაფერში ვხედავ ბედნიერებას ნახეთ გარდაიცვალა ვიღაც ეხლა მშობელზე უკეთესი ხო არის რომ ვერავინ ვერ შეგივსებს კი ბატონო 5 წუთი ვიყავი ბრმა ყრუ მუნჯი მამა როცა გარდამეცვალა 5 წუთის შემდეგ უკვე ვიყავი ჩვეულებრივი იმიტომ რომ თუ გწამს აი ნახეთ თუ მხოლოდ არ ამბობ ადამიანს თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება ღმერთის გარეშე კი ბატონო თუ ეს ბოლომდე სისხლში გაქვს ეს გონებაში გაქვს ყველაფერი ხდება როგორც უნდა მოხდეს კი ბატონო ამიტომ ვერც ვდარდობ აი 5 წუთი ვიდარდე ახლა მე ემოცია არის ჩვეულებრივი რაღაც მოხდა ცუდი კატაკლიზმი რაღაცა და ის ხო მე ვაანალიზებ რომ მე არ შემწევს უნარი რომ ეს გადავარჩინო ეს გავაკეთო და ამიტომ ვარ სრულიად ნირვანაში იმიტომაც გაქვთ ასეთი საოცარი აურა ხო არ ვიცი იცით რა არის ნახეთ სულ აი ეხლა ხო საუბრობ არ ვთქვა ისეთი რამე რომელიც ადამიანს გულს ატკენს ნახეთ რომ თქვი რომ ვარ სრულ ნირვანაში უცბად ვიფიქრე იმ ადამიანებზე რომლებიც განიცდიან ტირიან რაღაც აწუხებთ მომაკვტავები არიან და უცბად მინდოდა წამეღო ჩემი სიტყვები უკან აი სულ ფიქრობ არა მე მივხვდი რა კონტექსტშიც მივხვდით ხო ნახეთ როცა ვამბობ რომ ნირვანაში ვარ არის ადამიანები რომლებიც რომ ღმერთო კარგად ვარო და მიმატოვეო არ ვიცი მივხვდით ხო რასაც ვამბობ ყველა ადამიანი ვირგებთ რაღაც როლს ცხოვრებაში რომელიც შემდეგ ჩვენს ხასიეთში გადადის და ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი რა როლი გაქვთ მორგებული, მაინტერესებს. ალბათ თქვენც გაქვთ ხო როლი მორგებული. იცით რა, ერთი არ ვიცი ეს როლია თუ არა. ეს თავისთავად ხდება. აი გეტყვით ახლა, მე გავიზარდე ჭიათურაში, დავიბადე იქ ვცხოვრობ კლდეში, ჩემი სახლი არის კლდეში. უკანა კედელი და გვერდზე კედელი გათლილია კლდე და შუშაბანდი აქვს მიდგმული. ანუ კლდეში გაზრდილი ვარ. არ მიყვარდა თამაში. არ მიყვარდა აი რაღაც ხო არის ვიჯიქის უფიქრობდი. კი, მოსმენილი მაქვს რომ თამაში არ გიყვარდეთ ბავშვებთან. და წარმოიდგინეთ რომ საშევარდნოს კლდეს უყურებდი. აი იქ იყო გამოქვაბული და იქ იჯდა მაყურებელი და ეს იყო კინო. კინოს გმირი, ფილმის გმირი ვიყავი მე.
და ის დარჩა ბოლომდე. ეხლა ჩვენ რო ვხედავთ, ჩემმა გონებამ იცის რომ ჩვენ გვიღებენ ფილმში ვართ ეხლა ჩვენ. კი, რა თქმა უნდა. ფილმში ვართ, გვიყურებს შემოქმედი და ეს არის. როგორ არ მომიტყუებია. ყველას მოგვიტყუებია. თან ძალიან მიყვარს, აი რაღაცა ამბავს რომ მოვიტყუები და მე რომ ამბობ რომ ეს ტყუილი იყო. ხო, ფანტაზია, ძალიან დიდი ფანტაზია მაქვს. არასოდეს არ ვცხოვრობ ილუზიაში. ერთი პერიოდი აი ყველაფერს ვამბობდი, რასაც ვფიქრობდი ადამიანებზე. მე მივხვდი რომ ვერ იგებენ, არ უნდათ. კი ბატონო. მე ბევრმა გაიგო, წამალი მწარია, მაგრამ გიხდება, ეხა ნემსის გაკეთება ძალიან მტკივნეულია. მაგრამ მაინც არ გვიყვარს. ხო, არ გვიყვარს, მაგრამ გშველის. კი, გშველის. მე ვფიქრობ, რომ მაინც ვერ იგებ და რატო უთხრა. აი ესე და მე მაგ როლი, ხო, ალბათ აი ვერ ვიტყვი ესე. აი რომ თქვა რომ რამე როლი ალბათ გაუცნობიერებლად ყველას გვაქვს. ხო, იცით რა არის? მე მაგ როლი მორგებული, ეხლა კარგად დავფიქრდი და არასოდეს არ ვამჟღავნებ ჩემს ნამდვილ სახეს იმ კუთხით რომ მე ვარ სერიოზული ვარ. კი ბატონო. და მე ძალიან ხშირად მithქვამს და არ მერიდება ვინ როგორ გაიგებს ამას. მასხარას როლი მაქვს მორგებული. როგორ შეიძლება ეს საკუთარ თავზე თქვა, არ მერიდება, იმიტომ რომ მე ვიქნები მასხარა ოღონდ კარგად იყო. გაგაცინო. იმიტომ უყვარხართ ყველას. ხო და აი ეგეთი რომ ხართ. სულაც არ მეცინებოდა პანდემიის დროს. იმიტომ რომ ამდენი ხალხი იხოცებოდა, ამდენი ავადი იყო, მე ვწერდი გადაცემებს, ტაშფანდური მქონდა, ატეხილი რომ ხალხს აი ბედნიერად ეგრძნო თავი. ხო, მასხარა ვარ, აბა რა ვარ. რას დავეძებ? რას დაეძებთ? კომპლექსები თუ გაქვთ? ხო, როგორც ამბობენ, უკომპლექსო არის გიჟი. კი ბატონო. კომპლექსები თქვენ წარმოიდგინეთ, აი დაუჯერებელია, მე ვარ ძალიან მორიდებული. მორიდებული. ხო, მორიდებული. ეს რიდი და კომპლექსი სხვადასხვა, მაგრამ კომპლექსი მაგ მხოლოდ ერთი რამის. რომ არ იფიქრონ, რომ თავში ამივარდა. ოღონდ ჩემმა თავმდაბლობამ იმდენი ზიანი მომიტანა, რომ აი ვერ წარმოიდგენთ. მაგრამ გონია რომ მაინც ყოველთვის ჯობია თავმდაბლობა. ძალიან დიდი ღირსება ადამიანი. ვერ მოვახერხე, რომ არ ვიყო თავმდაბალი. იმიტომ რომ ბუნებით ვარ. არაფრით მეტი არა ვარ არავისე. არაფრით, აი რა დონეზე მიფიქრია, იცით, რომ მეპურე რომ თონეში გადაეკიდება, იმას უფრო რთული პროფესია აქვს ვიდრე მე. მე ეს ნიჭი დამყვა, იმის და ეხლა მეპურე, იმაროპური არ გამოაცხოს, ჩვენ ხო ვერ მიხვდით ხო რას გეუბნებით. ან არავისზე მეტი არა ვარ. ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ამას ქვია სამსახური, მე მუშაობ, მოვდივარ ლაპარაკობ, ან ვაკეთებ შოუს, ეს არის ჩემი სამსახური. ხო, მაგრამ ნახეთ, არის კიდე თავმდაბლობაო, როგორი რთულია თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე თუ გამჯდარი აქვს ადამიანს, გონია რომ არ არის რთული და ეს შინაგანი თავიდან ბრძოლაში ვიყავი. ბრძოლაში იყავი? ძალიან, იმიტომ რომ აი მე საერთოდ შეიძლება გადაცემის მსვლელობის დროს ბევრი ანდაზები ვთქვა, იმიტომ რომ აი ძალიან, აი ანდა ძალიან მიყვარს. ვაიმე სულ აი ის მომენტი, რომ აი ღორის სტილს ფეხზე რო თავზე.
ძალიან და აი ერთა არასოდეს არ მავიწყდება გარეთ ვხედავთ და ვჭამთ რესტორანში და ჩავიდე ლუკმა პირში და ვიღაც ბიჭი მოვიდა და თუ შეიძლება სულ ფოტოს გადაღებაო და ავხედე და ვანიშნე რომ ჭამ ხო და კიდე გამიმეორა და მე ვთხარი გადაყლაპვა აი ეს და გადაყლაპვა მაცადე მეთქი და გაიქცა ვაიმე ისე ვიდარდე აი ამის კომპლექსი მაგ არ თქვან ის აი ყველა გამარჯობა ყველას ვეუბნები არ ერთხელ თევზის ბაზარში ვიყავი და იქ ხალხი აი გამყიდულები მეხუტებოდნენ და წინსაფრები სუსველი ქონდათ აი ვეხუტებოდი მეც გამოვიცვლი რა მოხდება თუ დასველდეს რაღაც თან გადაღებაზე მივდიოდი და ჩავეხუტე ყველას მერე წავედი გავიქეთ სახში ვიბადავე გამოვიცვალე და წავედი ესა ვართ და ამიტომ ხართ ესეთი კარგი ადამიანი და იმიტომ უყვარხართ ყველას თუმცა ეპატაჟური ფიგურა ხართ ეს თავისით მოვიდა თუ რაღაც როლია ნახეთ არ არის როლი არ არის ხო თან თავისით მოვიდა აი ორივე ერთად არის თან თავისი მოვიდა გარემოებამაც შემიქმნა აი ეპატაჟური რომ ვარ საიდან ვიცი ანუ აი ჩემს ხასიათში ზის ჩემს ნათესავს ქონდა რაღაც ფარდა დედა გავგიშდი ეს ფარდა ისე მინდოდა ეს ფარდა მინდოდა პერანგი და შარვალი შემეკერა ამ ფარდით აი ესე დიდი ვარდებიანი არა თან ეს ჩემი ნათესავი თანამდებობის პირი იყო და დედა ჩემს რო უთხარი არა დედა ვერ თხოვ თუ ეხლა ფარდაო ლოჩი ეკიდა დიდი ფარდა გამომივიდოდა ხო და ეხლა იმდენი ვარდებიანი ტანსაცმელი ხო და გავიდა 3 წელი და ლაპარაკში დედაჩემი ეუბნება ბებიაჩემს რომ რემონტს იწყებენო და უნდა მოვეხმარო უნდა დაცალონ ესე იგი ფარდებიც იცვლება პირველი ეს ფარდა არ დავი ერთი სიტყვით ავისრულე სულ აი ჩემი პირველი სურვილი ავისრულე და მის შემდეგ ყველა სურვილი მისრულდება ძალიან კარგი ხო და ნუ მეცვა ეს პერანგი და შარვალი და მეორე უკვე აი მეორე განაცხადი გავაკეთე თეატრალურში რომ სწავლობდი რაღაც მოხდა ისეთი აკადემიური ხარ თქვენთან რაღაცა თავისუფლად ვერ ვლაპარაკ. ვაიმე რა საბავთ. ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტა ისეთი აუცილებლად უნდა თქვათ. მოკლედ აუდიტორია მე 90-იან წლებში თეატრალურში ვსწავლობდი, აუდიტორიაში არ შუქი არ ქონდა, გამოვედით, ნუ ერთი სიტყვით ფეხსაცმელი მოდი ვიტყვი, კორექტულად ვისაუბრებ. არა, როგორც გინდათ, მართლა გეუბნებით, აი ძალიან გულახდილად შეგვიძლია ვისაუბროთ. ნახეთ, შევდივარ ტუალეტში და არ არის შუქი და კარებს, აი ხელით ვეძებ ყველაფერს. ერთი სიტყვით ფეხზე დავიფსი. რომ გამოვედი, ჩალისფერი ფეხსაცმელი მეცვა და ეს ცალი ფეხსაცმელი იყო ყავისფერი. რომ შევედი აუდიტორიაში. ვაიმე ჯაჯანიძეს ცალცალი ფეხსაცმელი აცია. ატყდა ერთი ამბავი და მოეწონათ ხო? და მე ვიფიქრე, აი, რა უნდა ხალხს. დაკვეთა. მივიღე. მოვედი, გავჭერი ორი პერანგი, გადავაბი ერთმანეთს სხვადასხვა ფერი.
და მეორე დღეს მივედი ესე. ახლა ამაზე გაგიჟდნენ. ცალი სახელო სხვაფერია, ეს უფრო მხარეც. მოეწონებოდა? ხო, ეს და წავიდა. მეც მომწონდა. კი. ამათაც მოწონდათ უცხო და აი რას ვაკეთებდი, იცით, აი გაოცდებით. დახეული ჯინსი 79 წელს მეცვა. არ არსებობდა და რა მოხდა? კისლატით, არ ვიცი კისლატა ქართულია თუ კისლატით დამეწვა შარვალი და ავდექი და ზუსტად ისე გამოვჭერი მეორე მხარეც როგორც ცალი. როგორც და ვაკეთებდი აი ისეთ რაღაცებს შუშაში ვასხავდი ფერად მელანს, მერე მაიკას ვსვრიდი, მერე ვაუთოვებდი რომ ფერი არ გადასულიყო და ეს ულამაზესი ჭრელი მაისური მეცვა თეთრ შარვალზე და გაწვიმდა. ვაი. ეს საღებავი რო წავედი და ისე გადავიდა ამ შარვალზე. ლამაზად ხო? ხო და მერე გუაშით გავაკეთე ზუსტად ისეთი წლები რო გავიდა. და აი ეს არის ორგანულად მოიტანა. არც ვიცი ეს ეპატაჟური თავიდან ეხლა გამახსენდა კითხვა რო დამისვეს, რომ კითხვა არა, სათაური იყო, ეპატაჟური დედა გავგიჟდი, არ ვიცი ეს სიტყვა რა არის, როგორ არის. და სხვათა შორის ამ უცხო სიტყვებზე მაგ ძალიან ისეთი რეაქცია ვერ ხვდები. კი ბატონო. აი ჩემს გონებაში ხო კრეატიული აზროვნები. ხო. რა არის ეს კრეატიული, რატო ქვია, როცა შეიძლება თქვა, აი სასწაულად აზროვნებს. აი ეს. კი ბატონო. გია ცხოვრება ბუმერანგია თქვენც ესე ვთვლით? კი. იცით რა არის? თუ კი ვინმესთვის რამე დამიშავებია. ყველაფერი დამბრუნებია. ოღონდ სხვადასხვა ფორმით. სხვადასხვა ფორმით და ადამიანები ვერ უბრუნდებათ ადამიანებს, ოღონდ ვერ ხვდებიან რის გამო. რის გამო, კი ბატონო. ვერ ხვდებიან და არ მინდა, იმიტომ რომ ის ბიჭი ცოცხალია ეხლა. მეტროში პატარა მეზობლის ბავშვები ვნახე და ცალთვალა კაცი იყო და ჭიქის თვალი ჰქონდა და დასცინოდნენ. მერე ქალები გამოეკობაგდნენ ამ კაცს, ეს ვინაიდან ჩემი მეზობელი იყო ეს ბავშვი, ხელი მოვკიდე და რას შვები მეთქი და ეს კაცი ატირდა. და ალბათ 5 ან 6 წელი გავიდა ამ ბიჭს თვალი წამოეთხარა რკინაზე. რასამ? და კიდევ ერთხელ დავფიქრდი, არ არსებობს, არც ემახსოვრება, ბავშვები იყვნენ. არც ემახსოვრება. და იცით რა არის, აი მე შემომტრიალებია, როგორც ცუდი ასევე კარგი. კი, ყველას. კი. ისეთი აი წარმოიდგინეთ, მე გია ჯაჯანიძე, რომელსაც სულ შიოდა. სულ მშიოდა, სულ. რას მოვიფიქრე? გაჭირვებაში ცხოვრობდით. ძალიან. ოღონდ ეს გაჭირვება ვერ როგორ იყო, ეხლა ხო ფიქრობ, აი მაშინ რა ბედნიერი ვიყავი, არასოდეს არ მithქვამს ეს, არ ვამბობ. მაშინაც ბედნიერი ვიყავი. სულ მქონდა. ერთ ამბავს მოგიყვებით, ქალბატონი თამილა ლასხიშვილი, მსახიობი, საოცარი ადამიანი, თეატრალურში მეტყველების პედაგოგი იყო, ჯგუფები ყავდა და რომ ვიცოდი რომ მაჭმებ და მივდიოდი ხოლმე. და ერთხელ მე ვარ ვეგეტარიანელი. გაუკეთებია ტოლმა იმის
ბრინჯის ბოსტნეულის ბოსტნეულის. ტოლმა და ჩაუდია ბულგარულ წიწაკაში. და არ მქონდა, ჩვენ იმერეთში ეს ტრადიცია არ იყო. და რომ ვნახე ეს და თავზარი დამეცა, რომ მიყარო ტოლმა გავაკეთე, ვიფიქრე დავიღუპე, ხორციანია. ბავშვობიდან არ ჭამთ ხორცს? არა, 9 თვის ვიყავი, ჩიჩია, ბულიონი რომ მაჭამეს და მოვკვდი, ძალიან ცუდად გავხდი. ხო, და იმის შემდეგ ბაღში დავიწყლად გაფრთხილება და გუფთა ჩამიდეს პირში და ეგრევე და ხო. ხო და თამილამ მითხრა სამაქო რა ქვია ტოლმაო და ვიფიქრე ღმერთო ვაი ვერ შევჭამ ხორციანი მე ვთხარი თამილა პურზე ყოველ შევჭამ მეთქი და რატო იცოდა თვითონ რომ ხორც არ ვჭამ რატო ბოსნეულის არისო ვაიმე ეს სასწაული ის რა ქვია რომ ვერ შევჭამ მე ახლა შევჭამ მოიტანა და დადო ეს დიდი თეფში ბლომად და თეფში დამიდორო გადმოვიღო. გადმოვიღე 1, გადმოვიღე 2, გადმოვიღე მესამე, გადმოვიღე მეოთხე. და ძალიან ბუნებრივად მითხრა რომ იცი რაო კიდე მაქო დიდი ქვაბით გავაკეთე და ბარემ დაიდგიო. სუდად გავხდი იმდენი ვჭამე. ხოდა რის თქმა მინდა არასოდეს არ მავიწყდება როსუმშიო და შემოვიარე ნახევარი მსოფლიო. ბევრი რამე ვნახე აფრიკაში. დიდი პროსტინა იყო გაშლილი. და აიხლა კანაპეები რო. ლუკმები იყო ესე დაწყობილი. კი ბატონო. და კი არ ყიდდა ცვლიდა ნივთებზე. აი ვიდექი და ვტიროდი, ეხლაც მეტირება. რა გავიარე რის ფასად და როგორ შეიძლება ამის შემდეგ მე ვინმეს ვუსურვო ცუდი. შეიძლება ეგოიზმია ეს. იმდენად მიყვარს ჩემი თავი, რომ გულს არ დავიბინძურებ, გონებას არ დავიბინძურებ, ის რომ მაწყდინე მეც ახლა მაგით არ მოვიშლი ნერვებს. კი ბატონო. არ დავეძებ. არ დაეძებთ. არ მაინტერესებს ის რომ თქვენ მე არ გიყვარვართ. ის რომ ვერ მიდან, ის რომ არ დავეძებ, იმიტომ რომ გავიგე. ძალიან სწორი მიდგომა. გავიგე, ხო, ეგეთი ხარ და ეხლა მე გამოგასწორო? აი ზუსტად. აი ეს არის. პირველი ფული როდის იშოვეთ? 13 წლის ვიყავი. ჩემი მეზობელი ვაჟა გლოველი იყო დურგალი. და ადრე ლიმონათის ყუთებს ჭედავდნენ და იმ ყუთებს ჭედავდი. 7 კაპიკი ღირდა 1 ყუთი. და თუ მავთულსაც დავახვევდი, მაშინ 11 და მე ვერ ვახვევდი მავთულს, იმიტომ რომ ძალა უნდოდა და არ მქონდა ისეთი ძალა. და აი ესე 13 წლის. ბედნიერი ხართ ახლა? და რა არის თქვენი ბედნიერების განმარტება? თუ ბედნიერებას განმარტავ, მაშინ ვეღარ იქნები ბედნიერი. ცოცხალი ვარ. ის რომ გამოვიგონე, აი ეხლა დაუკავშირდი რას, აი იმ კითხვას თქვენსას როლი. მე მჯერა ბოლომდე რომ მე არ ამყავს მტერი.
ესე დავიჯერე. რას დავეძებ თუ მყავს? აი ზუსტად. არა მყავს მტერი. არავინაც არ მლანძღავს. და თუ გამლანძღა, შეცდა. ძალიან ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. ხო და ამიტომ არ დავეძებ, არ დავეძებ და ვარ ბედნიერი. მინდა რომ ვიყო ბედნიერი, კიდე უფრო. აი ესეთი რაღაცები მხვდება ხოლმე ცხოვრებაში, რომ აი გავოცდები ხოლმე, აი მიკვირს. აი ციდან მეძლევა ხოლმე და თან კიდე რა არის იცით? არასოდეს არ მინდა სიმდიდრე. აი მე მინახავს მდიდარი ადამიანი უბედური რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე რაც მინდა, მაგრამ მოთხოვნილება არა მაქვს, აი მქონდეს იახტა, რაღაცა სასახლე, თვითმფრინავი, აი რაღაცა. აი რაც შეიძლება მაგ ყველაფერი. და ვარ ბედნიერი იმის რაც მეძლება. აი თავდაცვის ძალიან დიდი ინსტინქტი მაქვს, აი ძალიან დიდი. აი ნახეთ ზუსტად რომ მიგახვედროთ, ლუკში ჩამოვიდა წყალი, იმ დონეზე რომ ის სავარძელი დასველდა, იატაკზე მანქანის რა ქვია, ჩამოვიდა წყალი და რომ გავაღე, უნდა მეჩქარება. და აი პირველი რაც გავიფიქრე, მანქანა რო არ მყოლოდა რა დამისველდებოდა. ავიღე დიდი ცელოფანი მედო, გადავაფარე და უცბად გავიქეცი. რა ვიცი. ესეთი ალბათ დავიბადე. ნახეთ, სულ თავისუფლად შემიძლია იცით, მე აი ვისწავლე, საკუთარი თავი ხელში ავიყვანე, რაღაც არა ესეთი ვიყავი. სხვათა შორის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა. რომ რაღაცები გადაალაგო რაღაცა. გაგეპარება. აბარა. მე ნახე ადამიანი, რომელიც მუშაობდა საკუთარ თავზე. გაეპარა. ნახე ბოროტი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ გავბოროტდიო. იცით რა საინტერესო მოსასმენია? რომ ადამიანი აღიარებს. ბევრი ადამიანი ვნახე. და აი ეს არის ცხოვრება. და ერთ რამეს გეტყვით კიდე. აი ეხლა მომივიდა არასოდეს არსად არ მithქვამს. მე არ მეშინია და არ ვდარდობ სიკვდილზე. არ გეშინიათ ხო? არა. იცით რატო არ მეშინია? მე ისე გამოვიტირე ჩემი თავი, ალაგ-ალაგ. ნანახი მაგ ჩემი პანაშვიდი, ნანახი მაგ როგორ განიცდიან ადამიანები. ერთადერთი მაწუხებს ეს 20 საზვერე, რომელიც უნდა გაიაროთ და გავიაროთ ყველა. ხო, მაწუხებს. არ გეშინიათ? არა, არ მეშინია. ესეც ღვთისნებაა. ღვთისნებაა. ესეც ღვთისნებაა. თუ ხო, მაგ აღსარება ნათქვამი ვეზიარე თუ ღმერთს უნდა გამიყვანს თუ არა და მაგრამ იმის იმედი მაქვს მაგ დროს ანგელოზი რო გიცავს ძალიან მაქვს იმედი ხო რა ვიცი ნახოთ თქვენი საყვარელი ფრაზა არ დავეძებ ხო არ დავეძებ არაფერს არ დაეძებთ მართლა არ დავეძებ არ საერთოდ არაფერს არ დაეძებ ძალიან მიყვარდა ადრე სულ მქონდა აი რომ ვამბობდი ხოლმე რა პერიოდი იყო იცით უკვირდად ესეც გაივლის სოლომონ და
ნუ ბევრმა იცოდა, მაგრამ ბევრმა არ იცოდა და ეს იყო ჩემი ფრაზა, რომ გაივლის, ესეც გაივლის, სულ ესე ხო არ ვიქნები. რა თქმა უნდა. და მე მოვიდა ჩემ 1-2 ისე ხმა რას დავეძებ და აი ეს მაგ ნეტა იცოდეთ როგორ გიხდებათ ეს ფრაზა. მართლა ძალიან გულით ვამბობ და იმიტომ კი ძალიან გიხდებათ. სიყვარული არ იყიდება. იყიდება ოღონდ ცოტა ხნით. ესეც კი ბატონო. აგვიხსენით რას გულისხმობთ? იცით რა არის ძალიან ღრმად სხვათა შორის ამ სტატუსებთან დაკავშირებით გეტყვით, ჩემი სტატუსები 20 სტატუსი შევა მსოფლიო წიგნში აკეთებენ სტატუსების წიგნს და ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო. უნივერსიტეტში არის ერთი ქალბატონი, რომელიც თარგმნის ამ სტატუსებს და ვიღვიძებ დილით 5 საათზე 5-დან 6-მდე ვწერ. და თუ ხვდები, რომ ბევრი შეცდომებია, არ ვაქვეყნებ, ტოვებ და დილით ვდგები და მერე ვასწორებ. ან ერთი პროდიუსერი მყავს სალი აგიაშვილი, მირეკავს ხოლმე და მოდი გავასწოროთ, იმიტომ რომ ასოები მრჩება ხოლმე. ეს სტატუსები არის არავის არ ეკუთვნის. ეს არის დაკვირვება, მე ვარ მკვლევარი, ვიკვლევ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ აი ჩემზე დაწერე. თავის თავზე მიუღია? მიუღია. უცნობებიც კი მწერენ, რომ აი უცნობების გასაგებია, მაგრამ 1-2-მა ისეთმა ადამიანმა მითხრა, რომ ჩემზე დაწერეო, მე ვუთხარი, დედა, რამხელა წარმოდგენა გქონია შენ თავზე, რომ მე ვზივარ და ფიქრობ იმაზე, რომ შენ მოგიძღვნა სტატუსი. არა, ყველას და იმ წუთში, როცა ეს დავწერე, მართლა გულწრფელად გეუბნებით, რომ მე არ მიფიქრია, რომ სიყვარული არ იყიდება და მივხვდი, რომ იყიდება. თუ იყიდება ცოტა ხნით. ცოტა ხნით. ბოლოს მაინც მიაწერეთ. ხო, აი გამოვფხიზლდი, მაგრამ სიყვარული იყიდება, ბევრი ნაყიდი და გაყიდული სიყვარული მინახავს, მაგრამ მაგ დროს ბჭყალებშია სიყვარული. ხო, ცოტა ხნით. ვაი ამ ურთიერთობას, მაგრამ ესეც მათი არჩევანია. რა თქმა უნდა. ქონიათ დიდი სიყვარული? და აი, რამდენჯერ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს? უსასრულოდ. ბევრჯერ? ხო, მე ნახეთ საერთოდ ერთი რამეა 14 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გადაცემა გავაკეთე სიყვარულზე. კვლევა რო ჩაატაროს, აი იმდენ ადამიანისთვის მიკითხავს, არა აქ არც რეცეპტი, არც ახსნა, არაფერი არა აქ და აქედან გამომდინარე, იცით რა? ზოგი დაავადებას ეძახის. ხო, ნუ მე გამოვიდა რომ ვითომ არა. ნახეთ, ჩემი ინდივიდუალურია, არავის არ ვეხები, ჩემია დამიტოვეთ ჩემად, ამიტომ რომ რა ხდება ხოლმე, იცით რომ აი რა სისულელეს ამბობს და ვამბობ ჩემია ეს სისულელე. ნახეთ, შეიძლება შეგიყვარდეს ბევრჯერ. მე ჩემი ვიღაცას ამას სიყვარულს არ ეძახის, მაგრამ რა ვიცი, მე ყვარებია. ყვარებია ბევრჯერ. მაგრამ ერთხელ აი ვერ აგიღწერთ, ეს იყო აი დავდიოდი და მიწას ვერ ვგრძნობდი. ყველაფერი მიყვარდა. საოცარი აი ვჭამდი და ვიყავი ბედნიერი, ვსვავ და ვიყავი ბედნიერი. აი ყველაფერს ვიღაცას წევლის მეც მაინც აი გიშდებოდი. ესე იგი ეგ ერთხელ იყო თქვენს ცხოვრებაში და არა ბევრჯერ.
აი როცა ეგ მდგომარეობა გქონდათ. და არ ვიცოდი ვინ მიყვარდა. არ იცოდით ვინ? ეგ ძალიან აი საინტერესოა. რომ გავიარე და უკვე დავიწყე, რომ გამოიკვე, აი ხო ეს სიყვარული შეგრძნება ხო არის და არ ვიცი. რა საოცარია. ვინ არის? ვწერდი, აი ვერ წარმოიდგენთ. აი დიდი თოვლი იყო. დაფარული იყო ნაძვებით. მე ვწერდი როგორ დავდიოდი ვარდებით ბაღში. გამოგონილი ყავდათ, ხო? თავისით მოვიდა. მე ვიგონებ ისტორიებს. არა, პიროვნება, ვინც გიყვარდათ. არა, ვერ დავინახე. ვერ მივედი იქამდე, რომ აი ესეთი. და საერთოდ რა არის, იცით? იმდენად სიყვარული მიყვარს, რომ ჩემს ცხოვრებაში აი როცა ვინმე აი ხო არის რომ ვიღაცა მოგეწონოს, აი მე მაგ დაკეტილი, მე ვარ ძალიან ერთგული ადამიანი. ვიღაცას ვიღაცა უყვარს, აი არც გამიელვებს აზრად რომ მე ის მომეწონოს. აი ვხედავ მშვენიერება, ოღონდ ეს ჩემი არ არის. რა თქმა უნდა. მიხვდით ხო რას გეუბნებით? ეს არის მორალი. ხო. მორალიც. რასაც ხსნით? ოღონდ მე მქონია ესე რატომ მქონდა მიდრეკილება რომ ჩემზე ცუდი წარმოდგენა ქონოდათ არ ვიცი გაგიგიათ თუ არა ესეთი რამე არ ვიცი მქონდა პერიოდი რომ ვიქმნიდი ჩემს აი არ ვიცი გარშემო რომ ცუდი აზრი გქონოდა ჩემზე ისეთ რაღაცას ვაკეთებდი ოღონდ მე მგონი ვცდიდი ადამიანებს მანამ სანამ არ გავიგე ფრაზა არა დასცადო მოყვასი შენი მე თქვენ ახლა ისეთ რამეს მოგიყვებით ეს არის დაუჯერებელი ადამიანმა მსგავსი რაღაც გააკეთოს სახლი ხო არ მქონდა რო ჩამოვედი ცხოვრობდი ნათესავთან ნათესავი ცხოვრობდა ვიწროდ მერე სადაც დამიღამდებოდა იქ მითენდებოდა ვიყავი აი იუმორით სავსე აი მივდიოდი ვიღაცას შევეკედლებოდი არ მიშვებდნენ რო იყავი ჩვენთან და ხო დიდი სახლი რო გაკ რა უნდა ერთ ოთახს და ასე აღმოჩნდი არსებობს დღესაც ცოცხალია უსაყვარლესი ჩემთვის ადამიანი დოდო ქერდიკაშვილი და ამ ქალმა წამიყვანდა თავისთან სახლში. და მითხრა რომ გადმოდი მარტო ვცხოვრობ და იცხოვრე. და გვერდზე ერთი და იგივე სადარბაზოში ერთი და იგივე სართულზე ცხოვრობდა ძმა, თავისი ცოლით, შვილებით, დედით. და ეს ოჯახი ისე მიმიღეს რომ აი ჩემები დედა მამა აი ყველა ნუ საოცარ ხალხში მოვხვდი მოკლედ მიკეთებენ საჭმელს შემიძლია პრეტენზია ვთქვა ისინიც რაღაცა აი ოჯახის წევრები არიან კი ვიცი სად ინახავენ ფულს სადააქვთ ოქრო ყველაფერი აი ოღონდ დისკომფორტი მაქვს რომ ესე შემოვიდა ადამიანი როგორ მენდობიან აი კიდე გეუბნებით მე არ ვიცი ვინ როგორ ახსნის და ეს ის პერიოდია ფოსტარო გაზეთები რომ მოდის და წერილები და დავწერე წერილი და გავაგზავნე მოიარა ფოსტა და მოვიდა და ყოველ დღე ვათვალიერებდი საფოსტო ყუთს პატარა ესეთი ის ქონდა მრგვალი ჭუჭრუტანები და იქ ვიყურები რომ თუ რამე მოვიდა და მოვიდა და ველოდები ახლა როდის წაიკითხავენ ამ წერილს და წერილში წერია
როგორ შემოუშვით არის თაღლითი არის აფერისტი გაინტერესებს რას ფიქრობენ ხო თქვენზე მაგრამ ამ წერილს მოყვა საშინელება ეჭვები არა აი მიიღეს წერილი და უკვე გრძნობ რომ წაიკითხეს მივხვდით იმიტომ რომ ისე აღარ არის როგორც უნდა იმოქმედა და აი ღმერთმა აცხონოს ქალბატონი თინა ამ ჩემი დოდოს რძალი თვალებში არ მიყურებს დამიდგა საჭმელი ვჭამე ძალიან ცივად ყავა ხო არ გინდა ყველა ასე იგი როგორ მეკცევა იცი ყველაფერი ისევ არის ოღონდ ხალისიანები აღარ არის 3 დღე მე ვარ ჩვეულებრივად ვაკვირდები თან მაინტერესებს იმიტომ რომ მაგრამ იმათი რეაქციები არ მოქმედებს თქვენზე არ ნერვიულობთ აღარ მახსოვს ნერვიულობდი თუ არა მაგრამ ნახეთ მე ვარ ადამიანი რომელიც კარგს ხედავ მაინც მაჭმევენ მაინც კარგად მეკცევიან მაინც დაუშვათ გვიან რომ მივდივარ მელოდებია ნუ რაღაცა მიუხედავად იმისა რომ გასაღები მქონდა ორივე სახლის ნუ მელოდებოდნენ რომ არის ენერგიულად მაშინ მობილურები არისო და ერთი დღეც არის მესამე თუ მეოთხე დღე შევედი და ვეუბნები ვაიმე მეთქი თინა გეხვეწები ყავა დამალევინე მეთქი მოადუღა ყავა ესე ვზივართ პირისპირ და რაღაც მინდა გითხრაო რა არის მეთქი ხოდა წერილი მივიღეო უიმე რა წერილი ხომ მშვიდობაა მეთქი და ბოლომდე ვთამაშობ ხოდა მეუთხარი აი ეს ხო მეუბნება რომ ესაო რა ქვია უსახელო წერილია ვაიმე რა მოხდა მეთქი ხოდა ისე ვიცხადებ ესეც იმაშვება ანუ და შენზე წერენო რომ ძალიან საშიში ადამიანი ხარო და ფრთხილად იყავიო და უი მეთქი აი ვერ წარმოვიდეთ მეჯერა რომ ვიღაცამ გამოაგზავნა ეს წერილი აი ისე კარგად ვთამაშო როშიშე მე უთხარი მე ვაიმე მეთქი ნეტა ვინ მოგწ არ ვიციო მაგრამო ვერაფრით ვერ დავიჩერებო წამოვდექი ცრემლებით მაგ თვალების სავსე ადგა თინა და მეუბნება რომ არის ნერვიულო ჩვენო არავინ არ დავიჯერეთ თქვენ სიხარულის ცრემლებით გაქვთ ალბათ ხო სავსე თვალები აი მაშინაც ვტიროდი ჩემ თავს ისე ინანეთ ხო ისე უთხარით თქვენი დაწერილი რა იყო ახლა ვორჭოფობ რომ უთხრა იმიტომ რომ მაგრამ მაპატიეთ შეგაწყვეტინეთ არის ნერვიულო გითხრათ იმათ და კიდე რა გითხრათ არის ნერვიულო რომ მე არ დავიჯერეთ ხო და აი ესე მაგიდასთან ვართ კუთხეა ჩვენ შორის მაგიდის კუთხე და ვაიმე თინა მეთქი რაღაცა მინდა გითხრა მეთქი და რა იყო მე ვთხარ და მე დავწერე ეგ წერილი უთხარით რაო რო გამიქანა და მთლიშა სახეში გამარტყა და არა აი ესე მოვიკითხე ისე მწარე დამარტყა მეგონა რომ ყბა მომექცა და ეს იყო და ეს მე ჩემ თავზე მქონდა აი მე მინდა ვგიშდები როცა გულით მიცნობს ადამიანი ეგ არის მთავარი აი იფიქრე ცუდი რაღაცა აი გაიგე რაღაცა მოგიყვნენ რაღაცა მაგრამ აი გულში რომ მიცნობ
ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. კი ბატონო. ეგრეა. აი ესე გავატარე და მოვედი სულ მალე ხდები 24 თქო უნდა 64 წლის. ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ. ჭორებზე მინდა გკითხოთ. ჩემი აზრით რეალურად არავის არ აინტერესებს ჩვენი მდგომარეობა. ისმენენ შეიძლება ჭორების მოსმენა ყველას გვიყვარს, მაგრამ ზოგადად ალბათ მაინც სხვას რომ მოუყვნენ, მაგიტომ უყვართ ჭორების მოსმენა. თუმცა ყველაფერი და ამის მიუხედავად ძალიან ბევრ ადამიანს ადარდებს, რა სიტყვიან ჩემზე, ესე არ მოვიქცე, არ იჭორაო, სხვა რა სიტყვის. აი თუ გაქვთ ეგის, რომ აი სხვა რა სიტყვის ჩემზე, რომ იმის, არ მოიქცეთ ისე, რაღაცა გინდათ რომ გააკეთოთ, ვთქვათ, მაგრამ არ აკეთებთ, იმიტომ რომ სხვა რა სიტყვის ჩემზე. ეგ შეგრძნება თუ გქონია. ეგ შეგრძნება მაგ და მომყვება, რომ არ მინდა რომ ცუდი თქვან, მაგრამ მივხვდი რომ მაინც იტყვიან. მაინც იტყვიან. ხო, მივხვდი და ერთი პერიოდი ვფიქრობდი რომ მაინც იტყვიან და რას დავეძებ. და აქედან გამომდინარე აი ძალიან ხშირად გამიგია რომ აი მე არა ვარ ჭორიკანა. ახალი ამბავი და ეს ტყუილია თუ მართალი ყველას მოსწონს. ყველას და ყველას აინტერესებს ყველა ვისმენთ. ხო და ახლა თუ ამბობენ და რაღაცას იტყვიან, იმასაც ხო უნდა გართობა. აქედან გამომდინარე, აი ყოფილა ბევრი რაღაცა, რომელიც უთქვამთ ჩემზე, მაგრამ აღარ მახსოვს თუ განვიცდიდი. ალბათ განვიცდიდი. განიცდიდით. ალბათ მართლა აღარ მახსოვს. ან ძალიან ისე განვიცდიდი, რომელიც თან ისეთ რამეს ვერ იტყოდნენ, რომლის გამართლებაც არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ბევრი დასაბუთება შეიძლებოდა ყოფილიყო იმის, რომ დავუშვათ მე რაღაცა არ გამიკეთებია. არ დავეძებ. არ დავეძებ. და აი ძალიან მესროლოს იმან ვინც ჩემზე ნაკლები გააკეთა. ყოველ შემთხვევაში არ მაღელვებს. გია, პატრიარქს იცნობდით? პატრიარქს ვიცნობდი დიდხანს პირისპირ მქონდა ერთხელ შეხვედრა. მოგვიყევით. იმიტომ რომ გადაცემას ვაკეთებდი და მინდოდა პატრიარქის კურთხევა და თან მინდოდა რომ რჩევა მოეცა. და როგორი ბრძნული რჩევის მიცემა იცოდა და მოცემა. იცით რა, მე მეგონა რომ ვიფიქრე რომ შესაძლებელი იყო რომ თქვენ დამისვავდით ამ კითხვას და პასუხს არ ვაპირებდი, იმიტომ რომ არაფერს არ იძლევა ეს პასუხი გარდა ჩემი მდგომარეობისა და მე არ მინდა თქვა ის, რაც მან მითხრა და გეტყვით პატრიარქის სიტყვებით დავიწყე მაშინ ის გადაცემა, ეს იყო ორი მხარე ზვიად გამსახურდიას მომხრეები და მოწინააღმდეგეები შევახვედრე ერთმანეთს. მეშინოდა რომ იქ არ მომხდარიყო ჩხუბი ან რაღაც, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური მდგომარეობა დღესაც ბოლომდე შეიძლება გაგწიროს ადამიანმა, თუ მის აზრზე არ ხარ, მაშინ ძალიან ცხელი იყო ეს ყველაფერი და ვთხოვე რომ რამოდენიმე მამაო ყოფილიყო გადაცემაში. მაშინ მითხრა რომ პრინციპი დაღუპავს ადამიანს და ღუპავს, მომცა რჩევები
და წამოვედი. ეხლა მე გეტყვით თქვენ ერთ რამეს, ადამიანებს საერთოდ ეშინიათ ხოლმე ვიღაცის მადლობის თქმა. როცა მივედი საპატრიარქოში, მე არ მithოვია, რომ პატრიარქს შევხვდე. არ მithოვია. მე მივედი, უნდა მოახსენონ პატრიარქს, რომ მოვიდა ვიღაც ჯაჯანიძე, რომელსაც უნდა კურთხევა, რომელსაც უნდა მამავები მიიწვიოს და უნდა დამრთონ ნება. მივედი სამჯერ, შევხვდი სამ ეპისკოპოსს და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ შორენას. არ მithოვია. მითხრა, რომ მე პატრიარქს მოვახსენე და მითხრა, რომ მივიღებ. და მიმიღო. ნახეთ, არ მithოვია, როგორ არ მინდოდა. მე ვერ გავბედე, ვერ გავბედეთ, კი. რომ პატრიარქი ვნახო. და რომ მივდიოდი, ქალბატონო შორენა მეთქი, ხელი მომკიდეთ, იმიტომ რომ ძალიან მღელავდი. როგორ გამიარა ამ მღელვამ არ მახსოვს. აი ეს ბევრი ვისაუბრეთ. ბევრი მელაპარაკა და წამოვედი ისეთი ბედნიერი, ვერ აგიღწევთ. და ხო, მე არ ვიცი, აი მიუხედავად იმისა, რომ რთულია ხო მას საუბარი. ძალიან რთულია. ძალიან რთულია. აი ეხლაც კომპლექსი მაქვს იმის, რა მითხრა, როგორ მითხრა, რა რჩევები მომცა, რა არ ეს მინდა რომ ჩემთან დარჩეს. საოცარი ადამიანი იყო. ჩემთან დარჩეს და ამით მე არ მინდა რაღაცა ღირსეული ვიყო. კი, მესმის, აბსოლუტურად მესმის თქვენი. მათი ნება არავის არ ვძრახავ, მე არ მინდა ფოტოები რაღაცა, ეს რომ მე სადღაც არ ეს ჩემთვის არის სხვა რაღაცა. სულ სხვა რაღაცა. არის რაღაცები, რაც ჩემთვის არის წმინდა და ეს ჩემთან მინდა იყოს. არ მინდა საუბარი, აი არ ვერ. მე გადავწყვიტე დღეიდან, რომ ჩემი ყველა პოდკასტის ბოლო კითხვა ჩემს სტუმართან იყოს ასეთი. ნებისმიერ თემაზე, თუნდაც ეს არანაირ ფორმატში არ ჩდებოდეს, ჩვენი გადაცემის არანაირ ფორმატში, რისი თქმაც უნდა ჩემს სტუმარს მიმართოს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ჩემი კომენტარის გარეშე. და გისმენთ გია, თუ რამის თქმა გინდათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მსმენელს. ცხოვრება ნამდვილად ბუმერანგია და არ გააკეთებენ თქვენი სტუმრები. მე მაინც ვიტყვი, არ დავეძებ. ცოტათი სკანდალური იქნება. მე გადავწყვიტე ესე. დიახ. და არ ვიცი, ალბათ ერთი ბოლო 9 წელია. ყოველთვის ვამბობ ესეთ რაღაცას. ღმერთმა მომცეს ის, რაც მე მინდოდეს სხვისთვის. მე მეტი არაფერი არ მინდა. მინდა რომ იყვნენ ჯამრთელები, ბედნიერები. აი და რა მინდოდა ისიც მე თქვა, რომ არა, თქვენ არ ჩაგაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში, მე ცალკე გეტყვით, არა. ნებისმიერი რამე ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა, ეს რომ მე ვთქვა, რა უნდა გააკეთონ თქვენმა მომავალმა სტუმრებმა. ან რა უნდა თქვან, მათი საქმეა, რაც უნდათ ის თქვან. მოფიქრებული მქონდა, მაგრამ არა. ყველამ გააკეთოს ის, რაც უნდა. საიდან წამომივიდა ეს იცით, ერთხელ გავაანალიზე და
ვიტყვი არ რაც უნდათ ის თქვან. აი მე ტაძარში რო შევდივარ, ვანთებ სანთელს და ვამბობ, რომ ჩემი ყველა მაყურებელი იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი, სიხარულით სავსე და რატო ვარ გულწრფელი? მაყურებელი რო არ მყავდეს, გადაცემა არ მექნებოდა. ანუ მიხვდით ხო რას გეუბნებით? ეს არის ის მაყურებელი, რომელიც მე მავსებს, სამსახურს მაძლევს, რეიტინგი მაქვს და აქედან გამომდინარე ჯერ ისედაც ყველა მინდა რომ იყოს კარგად. არ ჯობია ვარდებიან ბაღში ცხოვრება და აი ეს მინდოდა მე თქვა, მაგრამ მაინც უკან დავიხიე ის არ ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. იმას ცალკე გეტყვით. და რამდენი შეგეკითხებათ მერე რომ რა გითხრათ ცალკე. რაღაც მინდა გითხრათ ბოლოს. დიახ. მე თქვენ მოგიტანეთ საჩუქარი. აი. და ეს საჩუქარი არის სიმბოლური და გეტყვით, როცა ეს საჩუქარი გადავწყვიტე, რომ უნდა გაჩუქოთ, ჯერ გონებაში, რომ რა ვაჩუქო და გავიფიქრე, რაც უნდა გაჩუქოთ. და უცბად ვსკროლავ TikTok-ს და ვხედავ პატარა პრინცის მონაკვეთს. პატარა პრინცი ეგზიუპერის, რომელსაც განსაკუთრებული ვარდი ჰქონდა და მან იცოდა, რომ მარტო მისთვის იყო ეს ვარდი და მერე ნახა ვარდების ბაღი. მე ვუსურვებ ყველა ქალბატონს იყოს ბედნიერი და მინდა რომ ჩემმა ამ საჩუქარმა თქვენ ოჯახს, თქვენ სიყვარულს, თქვენს წარმატებას, აი ფონად კონდეს ეს ვარდი, რომელიც მე თქვენ გაჩუქეთ და მინდა რომ სულ დალოცვილი და ბედნიერი იყოს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ლამაზი. ძალიან ლამაზია, მე მომწონს. აი ეს ვარდი ბროში. მე თორა სილამაზია. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და უღრმესი, ულამაზესი. გაიხარეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. თქვენ დიდი მადლობა, მართლა ულამაზესია და სულ თან მექნება. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. მადლობა. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, გია, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. თქვენ კი, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მომავალ ეპიზოდამდე.